შეგენაცვალე? ეს დინარისები, ხო? შეგენაცვალე. ხო დეკალაზე არ უნდა გვაქვს, მაგრამ თავარი ჯიგარია, ხო? ნუ წავიცვალე. დი გამიკვირდა, კეთს არ მიწიათ, ხო? იმერე ჭხოზე უნდა იმუშაო. არაფერი წყლარტო წელო არ უნდა ყველა. აი ესეთი მოხმარებები. რომელსაც მარელი არ უყვარდა. უსვადი. და აი პარითებზე გაგექცა ბიჭო. ესეთ რესტორნისგან. სიყვარული და გაგება. მაგრად გამართეთ ამ ცხოველებმა. დასვენების შემდეგ თბილისისკენ თუ მოვემართებით. ხარაგაურ სოფელ უბისაში. აი ეს ჩვენი რესტორნები ჩამონათვალე ყოველთვის თუ მოგშვიდებათ, როდესაც მოემართებით თბილისისკენ, ალბათ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მაინც გზიდან გადაუხვიოთ არის, რადგან აი ეს გემრიელი იმერული გემოები შეიცვალა. ამ გზაზე ნორმალური გასაჭირებელი ადგილი მე არ მეგულება სხვა. ასე რომ შეგვიძლია აი ჩამონათვალის გვაქვს. ჩამონათვალის გვაქვს მალხაზის, ღაპარი, ანტრებატონო, თქვენ ხარ ჩემი ბატონი და მოდი გადაუხვიოთ. და წავიდეთ ამჯერად დავაგემოვნოთ ღაპარი. ღაპარი. მოდი ჩავიდეთ ნახოთ აბა ქვემოთ რა ხდება. ესეთი სიტუაცია გვაქვს. ესე იგი შემოვედით ჩემო გემრიელო ხალხო. და მოდი შევუკვეთოთ. ესე იგი გამიკეთე ხბოს წვადი გამიკეთე შამფურზე. ერთი გამიკეთე აუცილებლად ჭადი, თხელი. იმერულად ჩვენ რო ვიცით. так, ხო, ხაჭაპური. ნახოთ ხაჭაპური როგორი მოვა. ხბოჭი გარეკეცეც დავაგემოვნოთ. ჩამოვედით მოკლედ ზღაპარში ჩემო გემრიელო ხალხო და ასეთი გარემო არის, დინარის პირავზი ვარ, ციგრილია, მიუხედავად იმისა, რომ შუადღეა. ზემოთაც არის დასაჯდომები, არის პატარა დარბაზივით, იქაც კარგი ციგრილია, ღია დარბაზია, გადახურული ფაქტიურად ასევე აქვს კუპეებიც, ზამთრისთვის სავარაუდოდ, ზამთარში თუ გნებავთ შემოვლა, ასევე კატერები აქვს, კატერებზე შეგიძლიათ დამზადეთ, თუმცა წყალში არ არის კატერები და ასეთ კუპეები არის ასევე 3-4 წელი კუპე დგას. ეხლა დაუგემოვნოთ. საჭმელებიც როგორი აქვს? ის შეგენაცვალე. კამპოტი დამაძალეო. ყინულები ხო არ გაქვს? ბატონო, ყინულების გამო. აი ეს უნდა გაჩვენოთ, ეს არის ყველი. აი ყველი უნდა მივიდეს ასე სოფლასთან. ესე ჩვენი ხაჭაპური. ესე ჩვენი ეკალა. ესე თხელი მჭადი და გემრიელესი სალატ. მოკლედ ჩემო გემრიელო ხალხო. მოვიდათ ცივები. დავიწყოთ აუცილებლად სალატები. ვის გიყვართ მიგზით. ზეთიანი იმერეთში არ გამაგონებთ. ზეთიანისთვის შეიძლება კახეთში დაგემოვნება. იდებული აპეტაიზერი ჩემო გემრიელო ხალხო. მედიათ კემის თქმა არ დამოვიწყდა. ხაჭაპურზე ცალკე გესაუბრებით. ჭადი უნდა იყოს ასე. უფრო თხელი შეიძლება. ყველი დატეხილი. რა გინდა მე? ო ეს დინარისები, ხო? შეგენაცვალე. ო, დიდი მადლობა. სამოთხე მეგობრებო, 64. დინარისპირა დინარისებზე აუცილებელია.
აბა ყველას გაგიმარჯოთ იმ 10.000 გამომწერს და ყველას ვინც მიყურებთ ჩემო გემრიელო ხალხო დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის დიდი მადლობა ყველა კომენტარისთვის რაც დამიწერეთ ძალიან დიდი მოსმაძლევდა და მედია განვითარდები და უფრო წინ წავალ ასე რომ გაგიმარჯოთ ყველას ეს ტკბილია და ასე ტკბილა დაუბრუნდეთ ყველა ალუბლის კომპოტი ალბათ ნომერ პირველი ჩემი უსაყვარლესი ზმარი დამაგდა ცოტა სალათაში მოდი ვნახოთ ეკალაზე არ უნდა დაგვაკდეს ზმარი მთავარი ვის გიყვართ აბა ეკალა ვაგემუნეთ ისე ჯერ აი გემოს რეცეპტორებს გიხსნის აი ყველა მიმართულებით ასე რომ ყველას გიჩვენოთ ვინცაც არ გაქვს გასინჯული დააგემოვნეთ აუცილებლად შემდეგ ახალი წემა სად უნდა მიირთვათ თუ არა იმერეთში ჩემო გემრიელო ხალხო და თუ არ ხდება ეკალასო ვენი წვადით მოვიდა ეს ჯიგარია ხო წავით მალე ი გამიგვირდა კეთილი არ მეთქია თქო დაიხარე ჩემო კარგო აი შალოტი შამპური ჰოლიკანა შამპური გამოვშ აი ფერივით ესე ჩვენი ხო ჯიგარი ჩემო გემრიელო ხალხო იმერეთში ხოზე უნდა იმუშაო ხო არის უგემრიელის ორი წვადისთვის გვაქვს ადგილი სადაც დავაგემო ო ეკალა მართლა დაიმსახურა ეკალა მოწონება ეხლა ვნახოთ ყემალი ეს ზეიმობს ორგანიზმი. აბა გადავედით ხბოს ჯიგარზე, ჩემო ჯიგარო ხალხო. ეს მუშაობს ჭადზე. იაო ცუგა, უმარი ყავს. არი ნერვიულობ წინა ვიდეოებში ნერვიულობდნენ. არ დავტოვებში ერს. აი ხაჯაპური უნდა იყოს ასეთი. ხაჯაპური უნდა იყოს ასეთი. არაფერი წყლარ წაწელო არ უნდა ყველს. ასე რომ გადავიდეთ აგემოვნებაზე. ყველიც ჩანს როგორ არის დაუნანებლად საოცრება. აი ყველიც არის და ყველიც. საოცრება, მეგობრებო. გზაზე ნიშნებია აი აუცილებლად ეს ხაჯაპური უნდა დააგემოვნოთ. ჩემი აზრით, რა ვისაც გიყვართ ხაჯაპური. ან არ გიჭამია ნამდვილი ხაჯაპური, ან არ გიყვართ მით უმეტეს. საოცარი მოხენა მიდის, უნდა გადავიდე ახლა თევზზე, უკვე შეგრილდებოდა. ცხელი თევზი ზოგადად არ არის მისაღები. არ მიირთვათ ხოლმე. საოცრება ეს ძალიან გემრიელად მომიწევს შესვენება. ცუგა გავარჩიე შეძლების დაგვარად აუცილებლად ცოტა ტემალი გადავასხათ, იმიტომ რატომაც მარილი აკლია ჩემ გემოვნებაში და ჩემპიში. ნო არ მარილი აკლია თევზი. მოდი ეს დავნა ხაჯაპური ისევე. ამაში ხედავთ, ეს არის საოცრება. აი ეს არის საოცრება.
ამის გულის გეუნებით ხა არაფერს არ ვამბობ. ეს არის საოცარი ხაჭაპური. ბავშვებს კარგი ხაჭაპური აჭამეთ გემოვნება გაუკვეთილჩობილეთ მეგობრებო. ალბათ 100 წლის წინაც ასეთ ხაჭაპურებს აკეთებდნენ. ამ ხაჭაპურს ვერ გაგატანო. რაღაც თევს აკლია მაგიწოდა. თუ არ ვხვდებით ხოლმე. სპეციალურად არ აღრენ მაგას იმიტომ რომ შეხვდა ისეთი მოხმარებელი რომელსაც მარილი არ უყვარდა. არ უყვარს მარილი ერთ უძერ და გასაგები. ეს ჩვენი ხოსვადი. მართლა შეგაიო. გაიხარე ჩემო კარგო, გაიხარ. ისევ ჩამოვა დორანე და ხიდება იმით. მე მგონი მეტი არაფერი. კარგი, მართლა შეგარგო. გაიხარე. ეს ჩვენი ხაბოს წვადი. ჩვენი სავიზი თორე იმასადა. გაიხარე. შეგიძლია შეგოხმიანოთ ხო? ძალიან კარგი. ხაბოს წვადი ძალიან მიყვარს. სიმართლე გითხრათ. უნებელი ჯანსაღი ბირთვი რაც არ უნდა გჭირდეს ჩემი აზრით ხაბოს წვადი არის იდეალური ვარიანტი ამ ყველაფერს თანაშემდა კაი ცივი ციცქაცალი კაური და რა თქმა უნდა სამეგობრო წრეში დაждომა მაგრამ რას ვიზავ გზაზე ვარ ალეო არ შეიძლება პატე შევეშვებით საოცრებაა ხაბოს წვადი ვინც არის ხაბოს წვადი რა არის ჩემი აზრით იმერეთში უნდა გასინჯოთ აუცილებლად ალბათ რა ვიცი მე ღორის წვადთან ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია ნაი პარითევზე გაგექცა ვიჯო ეს არ არის დასატოვებელი შევაფასოთ ცალ-ცალკე სალატი სალატს ჩემი აზრით ზვარი აქვს და ცოტა გემოსშიდაც ნიგოზი დამაკლა არ ვიცი რატო ალბათ ხარისხი ჭადმა ასია მონა გულღვიძლი ვისაც გიყვართ ჩემი აზრით ხბოს გულღვიძლი არის საუკეთესო გულღვიძლებს შორის ეკალა აუცილებლად დააგებინეთ აუცილებლად გასინჯეთ აი ალბათ აპეტაიზერებში პირველ ადგილს მიცემდი ეკალას საოცარი გემოები ქონდა თევს ცოტა მარილი აქვს მაგრამ ყოფილა შემთხვევები რომ თურმე მარილიანი მოსვლია მარილიანი არ უყვარდა და მაკედან გამომდინარე აღარ აძლევენ მოკლედ მარილი უნდა თევს ხბოს წვადი მეგობრებო ჩემი საყვარლესი წვადია ასევე არის ბოროტონ წვადი ასე რომ ვთქვათ ჯანსაღი წვადი შედარებით ხორთან და რა ვიცი ჩემი აზრით ძალიან გემრიელი და აი არომატი ხბოსი ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია ხაჭაპურს რაც შეეხება ხაჭაპურის გულისთვის მარ უნდა შემოხვიდე მარტო აი აქ ჩემი გადმოსახედი მესმის ყველაფერი გემრიელია ყველაფერი მაგრამ ხაჭაპური ნამდვილი თუ გინდა იმენო ხაჭაპური გასინჯო ჩემი აზრით უნდა მოხვიდე და დააგემოვნო აქ ძალიან გემრიელი ალუბლის კომპოტი არის ტოპი და დღეს მქონდა ნამდვილად ზეიმი იმიტომ რომ ეს გემოები ხა რასაც სფრაზე ხედავთ არის ჩემი ფავორიტები რა თქმა უნდა იმერეთიდან გამომდინარე ყველი ასე დატეხი არა უნდა გელაპარაკოთ მოვზანდით ალბათ რა ვიცი იმერეთში უნდა ჭამოთ საჭმელი რა სხვაგან არსად წარმოდით ბათუმიდან შირები დამიჯერეთ აქ შეჭამეთ სადმე არის რამოდენიმე რესტორანი დარწმუნებული ვარ ყველასთან გემრიელი იქნება რა აუ აუზრა
აბა გავუღიმე. ო, მოგართო გენაცვალე. გენაცვალე, მადლობა. აი ეს მიიღოთ. ო, გაიხარეთ. იყოს ეგეც იყოს მაგას. იმაგის ეთი რამეო იყო. აი გენაცვალე აი ხა. დაო, ანგარიში წამოვიტანო ბარემ და ქეშა. ესეც რესტორნისგან. სიყვარული და გაგება. ასე ვიცით იმერლებმა. სიმართლე გითხრათ, საზამთრო წელს გამრიელი არ მიჭამე და სუშიში ვჭამხორნე. მიაო, მაგრამ გარნები ჩამოდიან. მეორე შემოგვიერთა ფისუნია. რაცო აქაც გაძლიერებული ყავს. თან ვერ წერევა. 122 ლარი. კეთილი და პატიოსა. აქედან. ფუ, ახლა შენ ძალიან გაბლატავდი უკვე. ის სახში რაც არ მოიზულეს ეს ცხოველები ყველა აქ მომიყვანეს. შენ მოგიყვანეს კაცო. გასტოვეს. და იცი საერთოდ გაფის კალონკა რო გაუქმეს. ხო. მაგ გადარეს ვიტოვებული შენობაა და ჩავიყვანე ეგ და ყოველდღე ვიმყვა მიმაქ საჭმელი აქედან ვაჭმელი გზავნებს. მეცოდებიან რა უკნა მიდერება 10 ძაღლი რო დამიტოვა 10 ძაღლი რო დაგურჭევინა ხო რესტორანში. თან შევაჯამოთ გადავიდეთ თან შეჯამებაზე. გარემო არის აი ნამდვილად ხესიამონება. სიგრილე მიუხედავად იმისა, რომ ცხელა ძალიან და არის ზუსტად შუადღე, მაინც სიგრილე გვაქვს, არ გვაწუხებს ხმაური მანქანებით, ისეა მაინც მოშორებით გაკეთებული გზა. მდინარის პირას არის აი ულამაზესი ხედია, სიმშვიდე, წყლის ხმა. მომსახურებას ნამდვილად საუკეთესო შეფასება ჩემგან, ძალიან საუკეთესო. რა გითხრა, ჩემი აზრით ოჯახისთვის გზაზე თუ მიდიხარ დედაქალაქისკენ, მით უმეტეს სეზონი არის ახლა ზღვის, ჩემი აზრით ღირს გადმოხვევა ყველა ვარიანტში. ასე რომ იმერული ფორმარელი მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაგრძელდება კიდე ვიდეოები აუცილებლად. მინდა რომ ყველა ქალაქში ჩავიდე, ყველა რაიონში ჩავიდე. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, ნახოთ შემდეგი რა იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე subscribe არ დაგუწყდეს.